კარგი სამი ნომერი ქვათაძე ააგდო ბურთი ბაბუნაშვილზე ისე ვიგებთ მოლს ვაყენებთ მიდის ჯერჯერობით ჩვენი მოლი წინ ძალიან გაუჭირდებათ ამერიკელებს მოლის შეჩერება ვაკონტროლებთ ბურთს დაიძრა და არის პირველი ლელო ირაკლი ქვათაძემ გახსნა ანგარიში ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა ანგარიში გორგაძე ისევ ამერიკელები მარჯვნივ გაშალეს და ძალიან ახლოს არიან ჩვენ ლელოს მოედანთან შვენივრად ითამაშა გორგაძემ თავი გაწირა აქ იმისთვის რომ ამერიკელებს ბურთი ვერ დაემიწებინათ აქ გმართებს ახლა მაქსიმალურად მობილიზება რომ არ მივცეთ საშუალება თუმცა აფსაიდის უპირატეს თამაშგარის უპირატესობა აქვს ამერიკელებს კი ბატონო დიდ გორი ეგრეთ წოდებული ეხლა მთავარია რომ ლელოს ხასთან შევძლოთ და უბრუნდეთ ის ჯარიმის უპირატესობა და მე ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არ გამოვრიცხავ რომ კარშიც დაარტყან მაგრამ არა თუმცა ყველაფერი შესანიშნავად გააკეთეს ამერიკელებმა ტომ ბესაგი რომელმაც აღმოაჩინა ჩვენ დაცვაში ინტერვალი და სწორმარბი ბურთზე ჩასვლა შეიძლება თუმცა გაასუფთავეს აქ კარგი გადაკიდება სივრცე დაინახა ამერიკელმა ცუდად ახდა ბურთი თუმცა ნინიაშვილმა დაიჭირა მაინც ნახოთ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია უნდა დავიცვათ რამენაირად აქ არა აქ უკვე შეუძლებელი იქნება და ტომი ფრიკერმა გაიტანა ტომი ფრიკერმა მეორე ლელო გაგვიტანა ხო დავტოვეთ უყურადღების ორი მოხსნილი ბურთი და ორი გატანილი ლელო და ვიფიქრე რამე მსგავსი ხო არ იქნება ხო თუმცა ამერიკელები ძალიან ბასრი შეტევით აგრძელებენ თამაშს მათ 9 ნომერზე ბურთი ამოვარდა არ იყო წინ თამაში კარტი შემოატრიალა შეტევა მარცხნივ აქ ბოჭვა უნდა გაკეთდეს და თავისუფლად გაიჭრა რა თქმა უნდა უკეთ მართებდა ჩვენ დაცვას თამაში მათი 13 ნომერი ტომ ბესაგი რომელმაც გაჭრა ისევ აბჟანდაძე ვათამაშეთ ქვათაძე კარგია აბდუშელიშვილი მარჯვნივ მოწყობილი ვართ გორგაძე აბჟანდაძე კვესელაძე და ტაბუცაძე გაასუფთავა ნინიაშვილმა რაკი და 10 მეტრიან წვეტილხასთან ვარ კვესელაძე მოიპარა კარგია მოითამაშა კვესელაძე ლობჟანიძე მიყვა დაუბრუნა პასი და კვესელაძის საპასუხო ლელო კარგი თამაში ძალიან კარგად გაერკვა სიტუაციაში კვესელაძე და მარტო ძალისმიერი თამაშით ფონს ვერ გახავ ისევ არასრული შეტკინება ბაბუნაშვილი ძალიან კარგად თამაშობს კარგი მოლი დავაყენეთ მიდის წინ ავიდა მოლი ქვათაძეს აქვს ხუთი არა აქვს ქვათაძეს და არის გორგაძის ლელო გუნდის კაპიტანმა გაიტანა უკვე ლელო ანგარიში რა თქმა უნდა ჩვენი ძლიერი მხარეა და როდესაც თავისუფალი აი ხა შეგვიძლია ალბათ ფრთაზე გამოვიყენოთ ის მეტობა რომელიც ყვითელი ბარათით მივიღეთ ნინიაშვილი წავიდა მას მიყვება შველიძეს გაატანა ბურთი შემოატრიალა უკან და არის კვესელაძის მეორე ლელო და საქართველოს ნაკრები წინ გადის 24-21 წინვა პირველ ტაიმის დასრულდება ამ დარტყმასთან ერთად გაიტანა და პირველი ტაიმი შეგვიძლია ვთქვათ რომ დასრულდა 21 აბდუშელიშვილი ჩავარდნილი იყო და სწორედ ამიტომაც აღარ მოგვცა საჯმა არეკნი უპირატესობა და ძალიან კარგი არეკნი რომელიც შეასრულა ლუკ კარტიმ და ანგარიში ხდება 26-27 აი ახლა აიღე და მიეძალე დაიწყება ზურა რაც ძალიან კარგად გამოგვდის კი ბატონო საღინაძე ემზადება დასარტყმელად როგორც ხედავ დაარტყა prveli დარტყმას პანდერაშვილი ეხმარება მას თამაშგარის უპირატესობა გვაქვს უკვე გორგაძემ შეუტია არაერთი აქ ლელო ერთი ამ პოზიციიდან გატანილი აბა ვინ იქნება შემდეგი აქეთ მოკლე ფრთაზე შეუტია ჯაფარიძემ და არის უკვე გავედით წინ გავიტანეთ ლუკა ჯაფარიძე თქვენს ეკრანებზე დავით კაჭარავას არაერთხელ გაუტანია აქ ჩვენთან კიდევ ერთი შეცვლა მზადდება დემუქ თაფლაძე ემზადება შესასვლელი და ამასობაში გაიტანა თედო აბჟანდაძემ და 36-27 ვიგებს 73 წუთი არ უნდა გაუჭირდეს ამ დარტყმის შესრულება და დაიძაბება უკვე ბოლომდე სიტუაცია დასკვნის წუთებში კი ბატონო 30-ები არა თამაშის დამთავრებამდე მეორე ტაიმის დამთავრებამდე ანუ თამაშის დამთავრებამდე ისეთი დაძაბულია სიტუაცია რომ პირველი მეორე ტაიმი უკვე ინიაშვილი ისევ მოაქვს ხელით აბა რას მოიფიქრებს თავად უტევს განმოდის ჯერჯერობით არ აძლევს არავის გადაცემას გაჭერა სუფთად ხაზი წავიდა კვესელაძეს გაატანა კახოიძე გელა აფრასიძე და არის ლელო დასრულდა და გელა აფრასიძემ გაიტანა მოიჩინა თავი იქ მიიყვანა გუნდი გამარჯვებამდე გელა აფრასიძესაც არ დაუკარგოთ რა თქმა უნდა თავისი როლი ამით დამთავრდა კიდევ თეთრად გაიტანა გარდასახვა და